მოგესალმებით. მე გახლავართ ილია მჭედლიძე, პროექტ ნეოს მებოსტნეობის ექსპერტი. ჩვენ ახლა ვიმყოფებით შიდა ქართლის რაიონის სოფელ ხვიჩში, ფერმერ ზურა გოგიშვილის ნაკვეთში. ჩვენი ხელშეწყობით ამ ფერმერთან დაინერგა თანამედროვე ტექნოლოგიები, რომლის საშუალებითაც ფერმერმა დაიწყო პამიდრის წარმოება. და ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ გავივლით ყველა იმ ეტაპს, დაგიხსნით რა არის მისი უპირატესობები და როგორ შეიძლება მის საშუალებით მივახციოთ კარგ შედეგებს. ერთ-ერთი თანამედროვე ტექნოლოგია, რომელიც ჩვენ დავნერგეთ, ეს არის ჩითილების კასეტებში გამოყვანა. ჩვეულებრივ ფერმერებს ჩითილები გამოყავთ ხოლმე პირდაპირ ღია გრუნტში თესვით. ამ შემთხვევაში გადარგვისას ზიანდება მცენარის ფესვთა სისტემა. დაახლოებით 80% მცენარის ფესვთა სისტემისა წყდება და გადარგვის შემდეგ მცენარე მოიწყეს, განიცდის სტრესს და დაახლოებით 10 დღე 2 კვირა ჭირდება მას, რომ აღედგინოს დაკარგული ენერგია. გარდა ამისა, დაახლოებით 15-20% არის ჩითილის ყდომის ალბათობა, ანუ ჩითილების დაზიანება და საჭიროა მისი გამორგვა. ეს მოითხოვს დამატებით შრომის დანახარჯებს და აგრეთვე ფულად დანახარჯებსაც. ყოველივე ამის თავიდან აცილების მიზნით უკვე კარგი ხანია სოფლიოში დანერგილია ჩითილების კასეტებში გამოყვანის მეთოდი. კასეტები თვითონ არის სხვადასხვა ზომისა, რაც დამოკიდებულია თვითონ მოსაყვან კულტურაზე. ჩვენ შემთხვევაში არის 104 უჯრედი ერთ კასეტაში, რომელიც ივსება სპეციალური სუბსტრატით. სუბსტრატის უპირატესობა ჩვეულებრივი მიწასთან შედარებით არის ის, რომ იგი არ შეიცავს მავნე ორგანიზმებს, არ აყავს ჭიები, არ შეიცავს სარეველების თესლებს, ანუ აქედან გამომდინარე ვარდება მარგვლის აუცილებლობა, არის საკმაოდ კარგი ხასიათდება კარგი ტენტევადობითა და აირტევადობით. კასეტებში იყრება ფუიერი სუბსტრატი. ხდება მისი ზომიერად დატკეპნა, არა ძალიან დატკეპნა, გადასწორდება ზედაპირი, შემდეგ თითით ჩაიხრიტება ჩასაცეს სიღრმეზე და შემდეგ თავსდება მასში ბოსტნეულის სათესლე მასალა. ერთ უჯრაში ვარდება ერთი ცალი. ამის შემდეგ ხდება ისევ მშრალი სუბსტრატის მოყრაზევიდან, ანუ ჩავარდნით სათესლე მასალის დაფარვა, დატკეპნა, ჩვეულებრივ კასეტა მოიუწყება ამის შემდეგ და იწყება ინტენსიური მოვლა. რაც გამოიხედა პირველ რიგში სათბურების განიავებაში, შემდეგ მორწყვაში. ხანდახან საჭიროა დამატებითი კვება, რომელიც ხდება წყალშესხნადი სასუქების გამოყენებით. ანუ ის რაც ვთქვით, რომ რა არის ამის უპირატესობა ჩვეულებრივ გრუნტში გამოყვანილ მცენარესთან შედარებით, ის არის, რომ პირველ რიგში მიიღება კომპაქტური მცენარე, ხედავთ, რომ იგი არის აწოწვის გარეშე, აქვს კარგად განვითარებული ფოთლები, კარგად განვითარებული ღერო და რაც ყველაზე მთავარია, 100% ინარჩუნებს ფესვთა სისტემას. ამ შემთხვევაში მცენარე არ მოიწყენს, როგორც კი გადარგვათ, იგი ჩვეულებრივ გააგრძელებს განვითარებას. და დაახლოებით 2 კვირით ადრე მოგცემს მოსავალს, არ მოხდება და არ დაგჭირდება ჩვენ მცენარეების გამორგვა, ანუ მინიმალური იქნება ჩითილების დაღუპვის ალბათობა. ჩვენს მიერ სათბურებში გამოყვანილი და კასეტური მეთოდით გამოყვანილი ჩითილების გადარგვა მოხდა ამ კონკრეტულ მინდორზე. სადაც თქვენ ხედავთ, რომ დანერგილია ახალი ინოვაციური მეთოდები. პირველ რიგში ეს არის წვეთოვანი სარწყავის სისტემა, რომელიც საშუალებას იძლევა იმისას, რომ გეგმაზე ეკონომიურად ხარჯოთ წყალი, იგი წყალი არ შეიცავს სარეველების თესლებს, არ ხდება ნიადაგის ეროზია, არ ხდება ჭარბი წყლის მიწოდება და მცენარეები იზრდებიან თანაბარ ზომიერად. გარდა ამისა, წვეთოვანი სარწყავის სისტემა იძლევა იმის საშუალებას, რომ საჭიროების შემთხვევაში მცენარეებს მივაწოდოთ საჭირო რაოდენობის სასუქი. ამისთვის მას ცალკე გააჩნია საფილტრის სადგური და ცალკე გააჩნია სასუქის შემრევის სისტემა. გაკეთებულია შემოაღლებული კვლები, რომელიც დაგებულია ცელოფანი, ეს არის სპეციალური მუჩის ცელოფანი, რომელიც საშუალებას იძლევა იმისას, რომ ადრე გაზაფხულზე ნიადაგი უფრო ადვილად გათბეს, ზოგავს ტენის აორთქლებას, ანუ გაცილებით ნაკლები მორწყვა საჭირო და რაც ყველაზე მთავარია, მინიმუმამდე არ მცირებს სარეველების აღმოცენებას და შესაბამისად თოხნის აუცილებლობას აქედან გამომდინარე შრომის დანახარჯებსაც. გარდა ამისა, იგი საშუალებას იძლევა იმისას, რომ მცენარეები კარგად განვითარდნენ, აღარ შეაწუხოს დაუშვათ ზედმეტმა ტენმა, ან არ განიცადონ ტენის დეფიციტი. მცენარეები წიწაკის შემთხვევაში ირგვება გაცილებით ახლოს, დაახლოებით 50 სანტიმეტრში, ხოლო პამიდროს შემთხვევაში 80 სანტიმეტრზე. ცელოფნის დაგებამდე ხდება თითო ბედზე ერთი წვეთოვანი მილის გატარება, წინა შემთხვევაში შემდეგ მორწყვა დაკავშირებული იქნება სირთულეებთან. ამ შემთხვევაში მინიმუმდია შრომით დანახარჯები დაყვანილი, აღარ ხდება მორწყვაზე წვალება, აღარ უწევს ფერმერს მუხლებავი ტალახში სიარული, ან წყლის დევნა, ჩაკეტვა, ზოგან წყლის დაგუება და ასე შემდეგ. მთელი ნაკვეთი ირწყება თანაბარ ზომიერად. გარდა ზემოთ აღნიშნულისა, ბოსტნეულის კომერციული წარმოება მოიცავს მცენარეთა დაცვის სრულ სისტემას. აუცილებელია, რომ ფერმერებმა რეგულარულად დაწარმოებენ მცენარეთა დაცვის საშუალებების გამოყენება. ეს არის განსაკუთრებული მნიშვნელოვანი მაშინ, ვიდრე ცალკეული დაავადების ერთეული ნიშნებიც კი გამოჩნდება ნაკვეთში, რადგან პროფილაქტიკის მიზნით მკურნალობა გაცილებით ეფექტურია, ვიდრე მკურნალობის მიზნით. ყოველივე ზემოთ აღნიშნული შედეგად მიიღებენ ჯანმრთელი მცენარეები, რომლებიც არიან, ხედავთ, ყვავილობის ფაზაშიც არიან, წვრილი ნაყოფებიც ასხია მათ და საკმაოდ ცხვილი ნაყოფებიც ასხიათ. ამ საკმაოდ დიდი რაოდენობის ნაყოფი ასხია მცენარეს. ეს არის წინაპირობა იმისა, რომ ფერმერი მიიღებს საკმაოდ დიდ რაოდენობის მოსავალს. გარდა ამისა, ეს ახალი ტექნოლოგიები და ეს ნაკვეთი ემსახურება იმას, რომ ჩვენო ფერმერებმა ისწავლონ ახალი ტექნოლოგიები, გადაიტანონ თავიანთ წარმოებაში და მიიღონ გაცილებით მეტი მოსავალი, ვიდრე დღეს იღებენ.